ვისაც არაბებთან დადებული ხელშეკრულების პირობები გაინტერესებდათ. აი ხელშეკრულება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 27-მე მუხლის შესაბამისად საინვესტიციო ხელშეკრულება და აქციონერთა შეთანხმება, ასევე მათი თანმხლები დოკუმენტაცია მიჩნეულ იქნეს კომერციულ საიდუმლოებად. რა კომერციულ საიდუმლოებად? ახ ბებია თქვენის ბოსტანი ხო არ გონიათ საქართველო? მიმართა ხელისუფლებას. 400 წელი ბატონობდნენ არაბები საქართველოში. ხოცავდნენ ბავშვებს, აუპატიურებდნენ ქალებს, ანგრევდნენ ტაძრებს, ფეხქვეშ თელავდნენ ჩვენ სახელმწიფოებრიობას. მოჰქონდათ ანტიქრისტიანული სული, კულტურა და ცივილიზაცია. და დღეს თქვენ მე მესაუბრებით კომერციულ საიდუმლოებაზე? დღეს თქვენ ხელისუფლებაო, არ გინდათ ჩაგვახედოთ დეტალებში, რას მოაწერეთ ხელი, რა საიდუმლოებაზე გვესაუბრებით? რა არის აქ დასამალი? რა საიდუმლოება ხალხო? აღარაფერს აღარ ვითხოვთ. დამთავრდა. ვისაც შემსავით ფაქტები გაინტერესებდათ, აი ფაქტები. ესაა ფაქტი. კომერციული საიდუმლოებაო. დღეიდან ყველა ვირაზმებით, ვერთიანდებით ყველგან ყველა კუთხეში, ქუდზე კაცი გამოდივართ და როგორც ბიჭება დაანონსეს 7 დეკემბრამდე ძალები უნდა მოვიკრიბოთ, გამოვიდეთ და მათ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი ერთობა. ამათ უნდა ვაჩვენოთ რა არის კომერციული საიდუმლოება და რა არის ბებიამათი დებოსტანი საერთოდ რა. საქართველო მაგათი საკუთრება არ არის. არც დღევანდელი ხელისუფლების, არც წარსულის არ ყოფილა და არც მომავალის არ იქნება. საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ეს არის ჩვენი წინაპრების სისხლით დაცული და დღემდე მოტანილი ჩვენი მიწაწყალი და ჩვენ ქართველებმა დღეს ცხოვრებმა ქართველებმა საკუთარი სისხლის ფასად უნდა დავიცვათ ის და შთამომავლობას უნდა შეუნახოთ როგორც წინაპრებმა მოგვიტანეს დღემდე. არ ვიცი მე, ასეთი ვინაც ხმა მიეცით ოცნებას. მე წინა საარჩევნოთ აღარ ვაკრიტიკებდი მათ, იმიტომ რომ მიიღეს რაღაც კანონები LGBT რაღაც. წმინდანები გვასწავლიან, ეშმაკიო. დოლარებს ხურდებს გაძლევს და ამ დროს დოლარებს კბარავსო, ხო? ეგ გაგვიკეთეს ამათ. ეგ გაგვიკეთეს სწორედ ეგ ფინდი ჩაგვიტარეს რა. აი გამოდივარ, რაღაცა დაუპირისპირენ დასავლეთს და ჩვენ აღარ ვართო იმ მონობაში, აღარ გვინდაო და მეც გამოვედი. მე ამიტომაც არ გამოვსულ ვარ. სული გააზრებით გამოვიდა თქვი, სოლიდარობა მეთქი ხელისუფლებას, სოლიდარობა ამ საკითხში, რომ აქედან გამოსვლაში და გამოთხრევაში აქედან, სადაც იყავით თქვენ, მონობაში. დასავლეთის მიმართ და თავზე გვახოვით LGBT-ს გარყვნილებას და ყოველგვარ საზიზღრობას. და გამოხოდით აქედან იმ რამდენიმე მილიონზე უარი თქვით, თუ რამდენის ჭამეთ, თუ გადააგდეთ, თუ კარგი გადააგდეთ, თუ რაც ქენით, ხო არ მაინტერესებს ის დასავლეთი და ეს LGBT-ზაცია, მაგრამ დღეს რომელი მონობაში ხავთ ქართველი ერი? მილიონებზე უარი თქვით, ახლა მილიარდებზე გინდათ გავყიდოთ? LGBT-ზე უარი თქვით და ახლა არაბებზე გინდათ გავყიდოთ? და იმ ხალხს მინდა მიმართო არაბების ჩამოსახლებაში გაერთიანებული საემოროებიდან პრობლემას და რომ ვერ ხედავთ და საფრთხეებს. რას მოიტანს ეს ჩვენი ერისთვის? აგერ რამდენიმე ხნის წინ ვერ ნახეთ, აღარ გახსოვთ რა მოხდა ჩვენს თანამემამულე სვანებს, ქართველებსა და იმ ეთნიკურ მუსლიმანებს შორის და აზერბაიჯანელებს შორის და სარწმუნოებრივად განსხვავებული სარწმუნოების მქონეებს შორის. მამამ თქვა გუშინ, მამა იაკობმა, რომ მღვდელი ცემოსო თურქებმა ბათუმში, იმიტომ რომ მათ დასახლებაში გაიარა, თურქების დასახლებაში, მუსლიმების დასახლებაში შემოსილმა და ეს ვერ აიტანეს მათ. რამდენი ტერიტორიები, რამდენი რუსებმა თუ რა ვიცი მე კიდე რამდენი სიტყვებს წაგვართვას ტაოკლარჯეთა მოუყვეთ მთლიანად, ხო? ყველა მხრიდან ხო წართმეული გვაქვს და ეს ყველაფერი ჩვენ სისხლის ფასად წაგვართვეს. ჩვენ წინაპრებს არც ერთი გოჯი არ დაუთმია თავისი ნებით. ყველაფერი თავში აკლეს და წაართვეს მტრებმა. და ჩვენ ეხლა ფულის გამო უნდა მივყიდოთ? ფულზე, კომფორტზე და კეთილდღეობაზე ბჭყალებში, რა კეთილდღეობაზე გვესაუბრებით? რომელი კეთილდღეობა იქნება ორი ქალაქი გაჩნდება აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სტრატეგიულ ტერიტორიებზე?
ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის რომელ მშვიდობაზე მესაუბრებით თქვენ გუშინ მოვდიოდი მანქანით არ მიყვარს ეს დაგლობა და რაღაც ესეთი ადამიანის ჩაგვრა მაგრამ ჯგუფად რომ იდგნენ ეს არაბები იყვნენ თუ რა ვიცი მე ვიღაც შავი ტიპები მოვდივარ მანქანით ტროტუარზე კი არ იდგნენ გზაზე იდგნენ და მე რომ შევხედე გზა არ დამითმეს ნაგლად მივაწექი და გვერდზე გაეწიეთ მეთქი და მინდოდა გადამეულო და გავყარა იქით და გავიდნენ მიხვდე რომ წავსვლელი ვიყავი მაგაზე მე ამაზე კი არ ვარ წავსვლელი რომ ვინმეს მოკლა კი არ მინდა და ვინმეს დაჩაგვრა კი არ მინდა და ჩვენი წინაპრები მკვლელები კი არ იყვნენ ცხენიან კაცები რომ ჩეხავდნენ მოხთუ მტერს ამას იმიტომ აკეთებდა რომ თუ შემოუშვდნენ სამშობლოში მე მაცოლებს გააუპატიურებდნენ მაშინ დახოცავდნენ დაამონებდნენ დააჩოქებდნენ საქართველოს საერთოდ თქვენ აზე ხართ საერთოდ რასთან გვაქვს საქმე მეტი ფაქტები რაღა გინდა აგერ ხო წერია კომერციული საიდუმლოებაო საქართველოს ამათ გონიათ თავისი კომერციული ობიექტი თავისი ქარხანა გონიათ ამათ თუ საქართველოს განვითარება და კომერციული წინსვლა გვინდა ჩვენ რაღა მაინდა-მაინცა არაბებს აქ სასტუმროები და ფეშენებური სახლები უნდა აუშენოთ, ავაშენებინოთ და დავასახლოთ აქ ისინი. თვითონ ხომ აღიარეს რომ 60% სწორედ მათია გათვლილი და იმ 40% რა გონიათ, რომელი ქართველები ცხოვრობენ უცხოეთში რომ იმყოფიან დღეს. მოხუცებს რომ უვლიანი, იქ ისინი ჩაულენ და მილიონებად მე აქ და 9 მილიონებად აქ სახლებს იყიდიან. რა გონიათ თქვენ? მათ ხელში იქნება მთლიანად ეს და ჩვენ ვიქნებით მათი მოსამსახურე პერსონალი, მათ ბარებში მომუშავე, მათ სასტუმროებში დამლაგებლად მომუშავე, მათ კაზინოებში მომუშავე, ჩვენი გოგოები, მათ ბორდელებში მოსამსახურე. თქვენ აზე ხართ რასთან გვაქვს საქმე? არ ვიცი, მეტირება ეს რა ჟანდაბა არის, რა კომერციული საიდუმლოება, თქვენ ვაფშე აზე ხართ საერთოდ? ხალხო ასე მოდით საერთოდ, ანუ ჩვენ მეგობრებს უნდა მიმართოთ, ჩვენ საყვარელი მეგობრებს. რამ დაგაბრუნოთ ასე ხალხო? რა მოხიბლათ, საერთოდ არ მესმის მე თქვენი, არ მესმის. რა გონიათ, რატო გონიათ, რომ ეს დიდარი არაბები არ არის საშში და მარტო ის ღარები, ბოლტის კურიერები არიან, პაკისტანელები და შემდეგ საშში. მით რა ღარიბი კი ამ დიდებია საშში სწორედ. კაზინოებს, ბორდელებს და საერთოდ გაგუშენებენ ქალაქში. ეხლა არ ხედავთ აქ ირანელების დასახლება არ არის და არ იყო უფრო მეტად კიდე ახლა რა ვიცი უფრო მეტად იყო წინა პერიოდში მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე და დღესაც რომ გახვიდით აი ყოველ მეორე სადარბაზოში სარუსკიპები რო არ გახსნილი ვითომ თმის საჭრელი სალონები და მასაჟის სახლები და ასე შემდეგ პადლებში და ხედავ ვერ აგულაგმია ჩვენ ეს სად არის თუ ჩვენ ამას გვეუბნება ხელისუფლება ჩვენ კანონებით ამას დავარეგულირებთ რატო არ არეგულირებს რომ იქ არასრულწლოვანს რომ ამეძავებენ, ხო დაიჭირეს, გამოაქვეყნეს ეგ. ეს არასრულწლოვანი რომ ამეძავებდა არასრულწლოვანს, მაგიტო დაიჭირეს, თორე რამდენი იქ და დიდი ქალები თქვენ არ ვიცი, კაცო, თქვენი ცოლები და, რავი, მეზობლები და ნათესავები და ან გინდათ მათ ხარჭებად აქციოთ? 10 და 15 ცოლი ყავთ. ცოლებად კი ბორდელებში ამუშავებენ. ესე მოხდება ნელ-ნელა. დაფიქრდით ამაზე, კაცო. არ მესმის მე არავის არ უწოდებ მოღალატეს დღეს და გამყიდვებს არა მე მესმის თქვენ მიყოი რა მესმის თქვენი არგუმენტები რომ რაღაც შემოვა და რაღაც ინვესტიციები და გვიწევს დასავლეთის LGBT-ზაციისგან რა LGBT-ზაცია ხალხო ეს არის ესე თუ შემოვიდა ყველაფერი იქნება მე LGBT-ც იქნება და ყველაფერი იქნება ქართველები გარბიან იქ ვიღაცას მოხუცებს რომ მოუარონ იქ და თქვენ მეუბნებით მე რომ ის კიდე 30000 იმას შემოიყვანს მუშახელს ეგო იმიტომ რომ ქართველებს მუშაობა ეზარებათო რა მუშაობა ჩვენი ბრალი ყოფილა თურმე კიდე მუშაობა გვეზარება ჩვენ ხო ჩვენ ავაშენოთ ჯერ თუ რამეს აშენება გვინდა რატომ მაინდა-მაინც ეგ უნდა ავაშენოთ სახლები ქარხნები გავხსნათ ფაბრიკები გავხსნათ ავტომობილები ვაწარმოოთ ტელეფონები ვაწარმოოთ რა ვიცი რაღაც ავეჯი ვაწარმოოთ ამით გავხსნათ კაპიტალი რატომ მაინდა-მაინც სახლები უნდა ავაშენებიოთ მაგრამ დასახთან მე ესენი აქ და თუ მაინდა-მაინც მუშახელზეა საუბარი ჩვენ აქ იყოს ღირსეული ანაზღაურება 800 ლარს რომ უხდი ხელფასს ორნაბიჩი და იმ სპარებში მონებად რომ მოშევენ ჩვენ სტუდენტ გოგო ბიჭებს დამლაგებლებს ისინი რო არიან ტვირთავების დამლაგებისა კონსულტატების და ყველაფერს ისინი აკეთებენ ღამეებს რომ ათენებებენ მონურ პირობებში გაზარდონ ხელფასები 800 ლარის ნაცვლად იყოს 3000 და აღარ გაიქცევა ეს კაცი რომელსაც ჭირდება ეს შემოსავალი 5-6 შვილი როგორ არჩინოს სვანაირად და მე რო გვიყვეს კიდე რატო არ ვრავდებითო რომ ვერ ვრავდება კაცი
ერთ ბინას იყიდეს $40,000 და მე მთელი ცხოვრება ვალები უნდა იხადოს ბანკებში. როგორ გამრავლდებით ჩვენ? და თქვენ კიდე მეუბნებით, რომ ეს საფრთხე არ ყოფილა თურმე. არ გიწოდოთ მე ისტორიას, მაგრამ მე არ გიწოდოთ მე მოღალატეებს, მაგრამ ისტორიამ არ გიწოდოთ მე აი ამის მეშინია მე იმ ჩვენი უმოქმედობით. არ გვიწოდოთ ჩვენ მოღალატეს არ ღმერთ დამიფაროს ამის თქმის რომ იმეს მოღალატე უწოდო მე. ნეტა ყველა ერთ მივხვდეთ თანაც მე როგორ უნდა უწოდო ვინეს მოღალატე, როცა მე დღეს ხედავ რომ ვიღაცამ შეიძლება დღეს დააფიქსირა პოზიცია და ხوار შეიძლება სხვამ დააფიქსოს, მაგრამ გვიან არ იყოს, გვიან მაგას გეუბნებით. მე მჯერა ის ხალხი რომელიც ალა დღეს საპირისპირო მხარეს გაახართ მართლა ჩემი საყვარელი მეგობრებიც როცა თქვენ დაინახავთ საფრთხეებს, მე გამოფხიზდებით და მე ჩაერთვებით და ყველაფერს გააკეთებთ მათ გასაყრელად აქედან, მაგრამ მე გვიან იქნება ისინი ფეხს მოიკიდებენ, მე გვიან იქნება, მაგიტო კლავდნენ ჩვენი წინაპრები მტერს მომხდოს უკვე საზღვრებთან, რომ აქ ფეხი არ მოიკიდებინათ. ადამიანის ყოლობა კი არ ეხალისებოდათ. ეს იყო თავდაცვა. და ჩვენ დღეს ხმალზე ხელი მოკიდებას არავინ არ გთხოვს, არ გჭირდება ეს ელემენტარული ნებაა დასაფიქსირება, რომ გამოვიდეთ ერთობით და უთხრათ ხელისუფლებას ჩვენს არ გვინდა. გააუქმეთ ეგ ხელშეკრულება. ეს ხელშეკრულება პირდაპირ მოღალატეობრივი, ამას ვიტყვი, ეს ფაქტია, ვინც ამას აწარმოებს, ეს სხვა ამას ვერაფერ არ ეთქმის. ესა დადებული ნაღმი. მაგრამ მე იმ ხალხს ან ვერ გიწოდებ დღეს ჩვეულებრივ მოსახლეობას მოღალატეს ვერავის, იმიტომ რომ მე მჯერა და მწამს, რომ თქვენ ოდესმე ამას მივხვდებით ხვალ იქნება თუ ზე იქნება. 300 არაგველი ბოლოს მივიდნენ, წაგებულ ომში მივიდნენ, მაგრამ ყველაზე მაგარი საქმე კიდე იმით გააკეთეს, რომ განა ესენი არ მიდიოდნენ, უბრალოდ გარემოებიდან გამომდია დააგვიანდათ, მაგრამ ბოლომდე იბრძვენ, დაიღუპნენ ბრძოლაში, ხო? ჩვენ ამ ბრძოლაში გაჩერებთ ვისახლა ხვდებით. მე არ ვიცი რა უნდა გაგვაჩერო ჩვენ ამ ბრძოლაში, ბოლომდე უნდა მივყვეთ და თქვენ მიჩერ არ ხართ კიდე გონს მოგებულნი, ღმერთმა გონს მოგიყვანოთ და ყველა ერთად გავერთიანეთ ამ უბედურების წინააღმდეგ. ესა დიდი საშროება, დიდი არ ვიცი ამას რა ქვია, ამას როგორ ვერ ვიაზრებთ, მე არ მესმის რა.